ეს ხე გვახსენებს მივხედოთ ფესვებს და აგრეთვე იმასაც, რომ ყველაფერი ფესვებიდან იწყება. თავყოველი მორწმუნისთვის არის უფალთან, სიმაღლესთან ზიარების საშუალება. სვანეთში საუკუნების მანძილზე არსებული ცხოვრების წესი ადამიანს ჩააგონებდა გალობით შეხვედროდა ყოველ დილას. არსებობს ის უხილავი სიკეთე, ღვთის რჩეულთ რომ მიემადლება. უდიდესი სიხარული გამოიწვია რამოდენიმე წლის წინ უწმინდესის და უნეტარესის სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის სვანეთში სტუმრობა. ხმა ღვთისა, ხმა ერისა, მისმა უწმინდესობამ ასე მიმართა სვანეთი და მთელ საქართველოს. ეს არის ერთ-ერთი უწმინდესი ადგილი მთელი საქართველოსი. აქ მოსულა და გულოცია ჩვენს წინაპრებს, აქ მოუკრია მუხლი ჩვენს მეფეებს და ჩვენ მოხარული ვართ რომ მოვედით და ვნახეთ ეს წმინდა ადგილი. მართლაც საოცრად თქვა დიდმა ილია ჭავჭავაძემ რომ თუ ოდნავ მაინც გიყვარს საქართველო, წადი სვანეთში. მირება შენ და ამინ. ერთმა დაგლოცოთ, ერთმა გაგურთოთ, ერთმა გაგახაროთ. ჩვენი საქართველო დაილოცოს. კვლავ მოეფინა საქართველოს ამ ისტორიულ კუთხეს უფლის მადლი. სვანეთი ისევ დაუბრუნდა დედა ეკლესიას. სოფელი ლატალი დიდარია უნიკალური ტაძრებით. ამ სოფლის მკვიდრნი ათეიზმის მძიმე ხანაშიც არ წყვეტდნენ უფლისადმი ლოცვას და აღასრულებდნენ საეკლესიო რიტუალებს. ბღაღადებელი ხმა უდაბნოცად წალკოტად მოქნის. ნათლობა სულიერი დაბადებაა და ქართული ეკლესიის მწყემსთავარმა მოსახლეობის დიდი ნაწილი აზიარა უფლის ამ საიდუმლოს. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და თქვენთან ერთად ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო. ამინ. გალობა სვანისთვის სული სამონათქვამი იყო. ძეხორციელი ლილეთი უნდა შეხვედროდა მზის სამოსვლას. საუკუნეების მანძილზე ებრძოდნენ სვანები ძნელბედობას და უგზოობას, მაგრამ ხატისა და ჯვრის დიდი რწმენა და სიყვარული ჰმატებდათ ძალას, რომ მტკიცედ დამკვიდრებულიყვნენ ამ მიწაზე და არ მიეტოვებინათ აქაურობა. 60 წლიან ათეისტურ ქვეყანაში ცხოვრება განსაკუთრებით ტკივნეული იყო სვანებისთვის. სვანეთში დიდი ხნის მანძილზე არ იყო მოქმედი ეკლესია და სასულიერო პირთა ფუნქციას ხევის კაცები ითავსებდნენ. წლები წლებს მისდევდა და ღვთისადმი რწმენაც თავისებური ელფერით იმოსებოდა. იყო რწმენა, მაგრამ არ იყო მაცხოვნებელი მადლი. შილოხსას ეჯი მაგლუმზრე უგვარი ნადილა და ერთეული ადამიანი ვინც აქ შემოვიდა მისი გრძელობა ყოფილიყოს გაეს ამ დროზე ყველა გახარებული ყოფილიყოს ვისაც რაც უხილი კონდეს სიხარულად ქცევოდეს და ასე გაგრძელდეს სვანეთი ეს არის ერთიანი საქართველო ატანილი მთაში. ამის დამადასტურებელია ის ეროვნული საგანძური ქვეყანას რომ შემოუნახა ამ კუთხემ. სვანეთს უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია საქართველოს ისტორიაში. ეს მაღალმთიანი რეგიონი იმ თავითვე უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ქვეყნის ცხოვრებაში. ჯერ რაც უმთავრესი მიზანი იყო, ეს იყო ქვეყნის ჯარით მომარაგება. გარდა ამისა, იგი უდიდეს სამალავს წარმოადგენდა შემოსევების დროს ქვეყნის განსაცავის გადასარჩენად.
საყურადღებოა ის გარემოება, რომ საქართველოს მთიანი რეგიონებიდან სვანეთი ყველაზე გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ რამდენადაც მან ყველაზე ადრე მიიღო ქრისტიანობა. ამაზე ცნობები დაცულია ქართლის ცხოვრებაში, როდესაც შემობძანდა საქართველოში ანდრია პირველწოდებული, მან სწორედ სამცხის მოქცევის, დასავლეთ საქართველოს მოქცევის შემდგომ სვანეთში მოგზაურა და მხოლოდ ამის შემდეგ გაემგზავრა ჩრდილოეთში. ის გარემოება, რომ ეს რეგიონი ძალზე დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ცხოვრებაში, ასე ადრეულ ხანაში ის იღებს ქრისტიანობას, აისახა იმ ძეგლებით, რომელიც უხვადაა მიმოფანტული, დაწყებული უშკულიდან დამთავრებული ჭუბერის ხეობით. და აქ მრავალი ეკლესიებია სხვადასხვა ზომის თავმოყრილი, რომლებშიც ასევე დაუნჯებულია ის განსაცავები, რომელშიც დაცულია როგორც ადგილობრივი ოსტატების მიერ შექმნილი ჯვარ-ხატები და კედლის მხატვრობა, ასევე ბარში შექმნილი, შემდგომ აქ გარიდების მიზნით გადატანილი. ამ შემთხვევაში შევეხოთ ზემო სვანეთის ცენტრალურ ნაწილს. ლატალის თემი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა ქვეყნის ცხოვრებაში და ეს სწორედ დამოწმებულია მოხერის მთავარანგელოზის ხატის ზურგზე არსებულ წარწერაში, სადაც დასახელებულია მეფენი ბაგრატოვანი, დადიანი, ასევეა მოხსენიებული ერთობილი სვანეთის ხევი, რომელშიც ჩართულია ხევი ლატალისა. ლატალის სულ 10 სოფელს აერთიანებს და ყველა თითოეულ სოფელში ძალზედ მნიშვნელოვანი ეკლესიებია განთავსებული. იმ მრავალრიცხოვან ეკლესიებს შორის განსაკუთრებით გამოიყოფა მაცხვარიშის მაცხოვრის ეკლესია, იონაშის წმინდა იონას ეკლესია, თაღილის მთავარანგელოზი, ასევე მნიშვნელოვანია ლახუშტის მაცხოვრის ეკლესია, იფხის წმინდა გიორგი და მხერი, რომელიც ერთ-ერთი მონასტერია სვანეთის ხევში, ეს სწორედ მონასტრად, რომელიც იხსენიება მე-13-მე-14 საუკუნეებში, სწორედ მხერის მთავარანგელოზია, რომელიც არის მახარებელი მთავარანგელოზის კრების სახელზე აგებული და ძალზედ დიდ როლს თამაშობს ამ პერიოდის სვანეთის ცხოვრებაში. წმინდა იონას ეკლესია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხუროთმოძღვრული ძეგლია სვანეთში დაცულ ეკლესიებს შორის. მისი თარიღი მე-10 საუკუნეს ვერ ასცილდება ქვედადონე, რადგან მის ინტერიერში სწორედ პირველი ფენის მოხატულობის ზედაზღვარი მე-10 საუკუნით განისაზღვრება. ასევე აქვე დაცულია გარდა ქართველ ოსტატთა მიერ შექმნილი უნიკალური ლითონქანდაკებლობის ძეგლებისა ვენეციური ტიპის საწინამძღვრო ჯვარი, რომელიც უნიკალურია ქართული კულტურისათვის და ძალზედ საყურადღებოა. თათა სიმაღლესთან შერწყმულ ტაძარებში მოფუსფუსე მამად უათმაგდებათ შრომა და გარჯა. ჩემი აიბრალად კურთხევა მოხდა და სოფელ ლატალში რომ დამადგინეს უდლად შევეცადეთ რომ აგვეშენებია ეს კელიები და სოფლის თანადგომით მოსახლეობა ახალგაზრდები დაგვეხმარენ დარჩნენ რამოდენიმე დღე და ორი კელია დაიდგა. მე უფერჩება ხოლმე მარიამობის მარხვაში და სხვა მარხვებში ცდილობს ხოლმე რომ ამოვიდეს ხოლმე რამოდენიმეჯერ წირვალოცვა ღამისთევით ჩაატარა მათ შორის დღესასწაულებზეც ფერის ცვალობა ღამისთევით წირა ამ მონასტერში. ეხლა სატრაპეზოს ვაშენებთ. სატრაპეზოს მერე რო დასრულდება ერთი კელიის აშენება კიდევ გაქვს. ახლა მომავალში წელს თუ მოვასწარით რომ დაგეგმილი და ღვთის მადლით რომ ყველაფერი რომ კარგად იქნება. ნამდვილი სამოვაწეო ადგილი არის ბერისთვის რომ ადამიანი თუ ბერობას გადაწყვიტა საუცილებლად სვანეთში უნდა წავიდეს. ჩემი აზრი ასეთი არის. და რა ვიცი ამაზე თანაც ხალხის თანადგომა არის. რომ მართალია
აი იმ თავისმა რაღაც პერიოდმა აქ მარტო კომუნისტების პერიოდი არ შეხებია, უფრო ადრე აი ეს შეიძლება 200 წელიწადი ითქვას, რომელიც რო აი რუსების პერიოდი რო შემოვიდნენ, მას მერე უკვე სიტუაცია არ იყო სასულიერო პირების მიმართ კარგი, აი დამოკიდებულება ნორმალური და ნდობა დაიკარგა მათში და დღეს უკვე ეს ნდობა არსებობს ადამიანში, პატივისცემა არის. ლოცვა კურთხევის გარეშე უკვე სოფელში არავინ არ ხვდება, ყველა რომ ლოცვა კურთხევის იღებს ღვთლისაგან და აი ეს ყოველივე იციან და უდიდესი სიწმინდეები აქვთ შემონახული. რაც რო აკლიათ, მაინც ეკლესიურობა აკლიათ. ყველაფერი აქვს დანარჩენი. უწმინდესმაც ასე უთხრა მეუფე ილარიონს, როდესაც რო ღვთელთავრად აკურთხა და დაადგინა, უთხრა რომ მეუფეო მათო ყველაფერი აქვს და ეკლესიურობა აკლიათო და ეს უნდა მისცეთო და მეუფემ სადაც რო ხელი მიუწდება, თითქმის ყველა სოფელში ცდილობს რომ მივიდეს წირვალოცვა ჩაატაროს და აი აძლევს ადამიანებს ეკლესიურობას და ხალხიც ცდილობს რომ ნელ-ნელა რომ შემოbrunდეს და სასულიერო პირის მიმართ გულთბილობა და კარგი დამოკიდებულება რო გამოხატოს. აი ჩვენი ტაძარი მართლაც ბევრი ტაძრისგან განსხვავდება თავისი სხვადასხვა თვისებით, ასე ვთქვათ. გარედან გვალი არის და კარგად თუ დავაკვირდებით, აი სეფისკვერის ფორმა აქვს. და ასეთი ტაძარი მართლაც ანალოგიური მე არ სადმინახავს. აი შიგნით დავაკვირდებით, ჯვრის ფორმა აქვს. სარკმელიდან, საკურთხევლის სარკმელიდან მოდის მეორე სარკმელამდე და მაღლა რო აი ჯვარი არის, გარედან გვალი სეფისკვერი. მოხატულიც მართლაც საოცარი მხატვრობა არის და აი ამ პატარა ტაძარში 8 საუფლო დღესასწაული არის მოხატული. და მათ შორის აი წმინდა გიორგი არის მოხატული დიდად, საკმაოდ დიდი ადგილი აქვს დათმობილი აი სვანეთში რომ ძალზე მეტად უყვარს წმინდა გიორგი და თანაც სვანური არის, როდესაც რომ დიოკლეტიანეს გმირავს და ამ ფრესკასაც რომ ასე არის. საკურთხეველშიც რომ აი მოხატული არის მოციქულები, ღვთელმთავრები დაბლა და არც ერთი პატარა ადგილი შეიძლება ასე ითქვას არ არის ისე რომ აი ფრესკა არ იყოს გაკეთებული. როდესაც რომ რესტავრაცია ჩაუტარდა და გაიწმინდა და აი უკვე ნათლად დაინახეს, როგორც რომ რესტავრატორებმა თქვეს მე-9 საუკუნით დაათარიღეს აი ამ ტაძრის მოხატულობა. თანგილის მთავარანგელოზი მოხატული არის რომ მე-9 საუკუნეში და თავისი რო აი ხატწერა მართლაც ძალიან ძვირფასი არის, ძალიან დიდებული არის და აი ყოველივე რო განსხვავებული არის ყოველივე ტაძრის ფრესკებისგან და ძალიან დიდებული არის. და ძალიან მადლიანი სახეები გადმოქცევის თითეული ფრესკიდან. სვანეთის წმინდა ადგილების მოლოცვა სულიერად განაძლიერებდა როგორც სასულიერო პირებს, ისე მრევლსაც. წმინდა იონა წინასწარმეტყველის საღვთო დღესასწაული. ის ყოველი წლის 5 ოქტომბერს აღინიშნება და ამ დღეს აქ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები მორწმუნეები იყრიან თავს. წმინდა იონას სახელობის ეკლესია სოფლიოში მხოლოდ 2-ია. ერთი საბერძნეთში, მეორე ლატალში. სიმბოლურია, რომ დღევანდელი ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა თითქოს პირდაპირ უკავშირდება დიდი წინასწარმეტყველის ბედს. საქართველომაც ისევე უნდა დააღწიოს თავი წყარამსა და უბედურებას, როგორც იონამ დააღწია თავი ვეშაპის მუცელს. მიუხედავად იმისა, რომ სვანეთი იყო საქართველოს უკიდურესი განაპირა კუთხე,
მაინც არ იყო მოწყვეტილი ქვეყნის უმთავრეს არტერიას. წმინდა იონას ეკლესიაში შემონახულ მე-15 საუკუნის ხატს ამშვენებს წარწერა, რომელიც ადასტურებს ამ ფაქტს. მოუჭედე და შევამკვეთ ხატი ესე იოანე წინასწარმეტყველი ჩვენ პატრონმან გურიელმან მამია ამ სოფელს გასამარჯვებლად და საუკუნის სახსრად სულისა ჩვენისათვის. წმინდა წიგნი ჩააგონებს მორწმუნეებს. შეიყვარე უფალი ღმერთი შენი, ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა. დღეს ჩვენ დღევანდელი ყოფა ჩვენი ერისა და ქვეყნისა არის სატანჯველებითა და განსაცდელებით სავსე. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ერთი პატარა რაღაცა ისეთი უსასრულობა და უიმედობა ღვთის წინაშე. თუ ჩვენ, თუ ქართველი ერი ნამდვილად მოიხედავს ღვთისაკენ, დაიწყებს ცხოვრებას ეკლესიურს, დაიწყებს ღვთისადმი ლოცვას, ღმერთი აუცილებლად მოუხედავს. ჩვენ ვართ წილხვედრი ქვეყანა ყველა წმინდა ღვთისმშობელისა და ის ყოველთვის დაგვიფარავს. შევთხოვოთ წინასწარმეტყველ იონას, ყოველ წმინდას, რათა დაიფაროს ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა, მთელი საქართველო და ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი. ღმერთმა დაგლოცვა, ჩვენთან გაძარცვიება და დაიფაროს თქვენი მშვიდობა. ჩვენთანაც წლის იანვარში დამადგინა მეუფემ დატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძარში და მას შემდეგ რომ ამ სოფლის მოძღვრად ვარ. მაცხოვრის ამაღლების სახელობის ტაძართან მეუფე ილარიონის ოცაკურთხევით დაარსდა საკვირაო სკოლა, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით და პირველად იანვრის თვეში გაიხსნა გობელინის შესწავლა, სადაც რომ დღეს ეს ბავშვები შეისწავლიან გობელინზე და მართლაც რომ ძალიან დიდი ნიჭი არის სვანეთში განსაკუთრებულად ხატული შემოქმედებითი და ეს აუცილებელი არის რომ გამოყენებული იქნას. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს მაია წერედიანი, არის მეორე ჯგუფი, რომელიც რომ მინანქრის სახელოსნო აგერ გვერდზე ოთახში, სადაც რომ მუშაობენ ჩვენი ტაძრის ტიხაროსანი გიორგი წერედიანი და მგალობელი ნუნუ გირგლიანი. გვაქვს მომავალში კიდევ გეგმები, რომ ახლო მომავალში გაიხსნება თექის შემსწავლელი კლასი, აგრეთვე გაიხსნება ხატწერის სკოლა შემოდგომისათვის, რომელიც დაგეგმილი არის. გენეტიკური მეხსიერება ერის უკვდავების უპირველესი გარანტია. ცხოვრების ახალი წესის დამკვიდრებამ საფრთხე შეუქმნა ტრადიციულ ღირებულებებს. დღეს სვანეთს თითებზე ჩამოსათვლელი თუღა შემორჩა სვანური ქუდის ოსტატი. რამოდენიმე წლის წინ მამა გიორგი ჩართოლანის თაოსნობით მესტიაში ჩამოყალიბდა საპატრიარქოსთან არსებული ქრისტიანული კულტურის ცენტრი, სადაც მოზარდნი ეუფლებიან ხატწერის, ხეზეკვეთის, ნაქარგობის, ტიხრული მინანქრის ტექნიკის საიდუმლოებებს. ეკლესიამ სვანეთში დაიბრუნა თავისი უძველესი ფუნქცია, რომელიც ღვთისმსახურებასა და ლოცვასთან ერთად გულისხმობს საგანმანათლებლო ფუნქციასაც. რატომ აქვს ასეთი დაბალი შესაძლებლობები სვანეთის ტაძრებს? თავი დაუხარდა ამ პარტამენტით მესტიაში ერთი მღვდელი იყო მამა გიორგი ჩართოლანი. ამ ხნის განმავლობაში სანამ ეს ეპარქია შეიქმნებოდა და აი ამის შემდგომად კიდევ
ავამოქმედეთ გავხსენით ლატალის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესია. ლატალი თვითონ ითვლიდა წარსულში 60-მდე ეკლესიას, აი ეს თქვათ არ არის ახლა ძალიან დიდი სოფელი, მაგრამ 60-მდე ეკლესია იყო. ამჟამად დაახლოებით 15-მდე არის ეკლესია, შენარჩუნებული თავისი ფრესკებით, თავისი ხატებით, თავისი მხატვრობით, ძალიან უნიკალური მხატვრობა არის. სულიერებაც მაღალ დონეზე წამოვიდა. თითქოს და ამას ელოდნენ, ვიცით, ჩვენც დავიწყეთ თუ არა იქ სამდელო მსახურება, ხომ მაშინ თვე ხალხს არ გაჭირვებია, იქ უცებ მიიღო. ლატალი შეიძლება ჩავთვალოთ ერთ-ერთ გამორჩეულ სოფლად მესტიაში სარწმუნოების მხრივ. თვითონ ამბობენ აქ ეს მესტიელები და სვანები, რომ ეს თემი, ლატალის თემი იყო ყოველთვის ამ მხრივ ძალიან გამორჩეული, მორწმუნე ხალხით. სოფელმა ლატალმა საქართველოს შესძინა სამი გენიოსი, მხატვარი ირაკლი ფარჯიანი, რომლის მიერ შექმნილ ფერწერულ ტილოებთან ერთად ყველაზე დიდი განძია მის მიერ მოხატული მარკოზისა და იოანეს სახარება. წერალი და მთარგმნელი დავით წერედიანი, მისი წყალობით ეზიარა ქართველი მკითხველი სვანური პოეზიის მადლსა და სიკეთეს, განუმეორებელი მოცეკვავე მაჰარბეგ გურგულიანი. სოფელი ლატალი მოიცვა ხმშენებლობითმა საქმიანობამ. აქ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ კულტურულ მემკვიდრეობას. იოვანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესია აღადგინა ქველმოქმედმა ბესარიონ ხვინთელიანმა თანასოფლელების თანადგომით. მთისწვერზე განთავსებული მუხერის მთავარანგელოზის ტაძარი რესტავრირებულია ამ სოფლის მკვიდრ მირონ ფირცხელანის მიერ. ამ სოფლის ახალგაზრდებმა აშენეს იონა წინასწარმეტყველის ეკლესიის სამრეკლო და მოიყვანეს ამ ეკლესიის გალავანი. სვანური ლანდშაფტის მრავალფეროვნება ირეკლება სვანურ ცეკვაში. შეკრული წრე დროის წრიული ციკლის, ბუნების მკვდომ აღორძინების გამომხატველია. სვანი ხშირად ლამის მთისწვერზე აშენებულ ეკლესიის